ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით ჩვენ გადაცემის დღევანდელ ეპიზოდში, სადაც ჩვენ განვიხილავთ ხოლმე ყველაზე ხმაურიან მოვლენებს საქართველოში. დღეს, როგორც ყოველთვის, გათენდა და არჩეულებრივი მზიანი დღე იყო, თუმცა შევედი მთავარი არხის Instagram არხზე და შემხვდა ესეთი სიახლე, რამაც აბსოლუტურად გამიფუჭა რეალურად ხასიათი. მე მინდა გაჩვენოთ ეს სიახლე. ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი მსახიობებმა ტასო ჭანტურიამ, მანუ თავაძემ, ლუკა ჯაფარიძემ და იკა ჯაფარიძემ დატოვეს. კბილებიც ვერ გავიხეხე რეალურად ამ სიახლის წაკითხვის შემდეგ, რადგან რა ეშველება თეატრს არ ვიცი. ზოგადად სახელმწიფოს რა ეშველება. სახელმწიფო და მთავრობა ალბათ გადადგება რეალურად, იმიტომ რომ ეხა ესეთი ადამიანების თეატრიდან წასვლა ნამდვილად გამოიწვევს ისეთ ძვრებს, რომ ირაკლი კობახიძე ხვალ გამოაცხადებს, რომ მე ვდგებიო ჩემი თანამდებობიდანო, რადგან თუ ტასო ჭანტურია არ იმოღვაწევებს ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრშიო, მე რაღა პრემიერი გამოვდივარო. ეს გახვალთ ჩემი წინასწარ მეტყველება. კარგი, მოდი განვიხილოთ ეს სიახლე. მოკლედ, რამოდენიმე დღის წინ, გუშინ თუ გუშინ წინ, რუსთავი 2 შეთანხმდა ვასო აბაშიძის სახელობის თეატრთან, რომ იქ იღებენ რაღაც ახალ შოუს. და ეს გარედან რო ჩამოკიდებული გაქვთო პლაკატიო, ეს უნდა მოუხსნათო ჩვენ შოუსო არ შეესაბამებაო რა, გარედანაც გვჭირდებაო კადრებიო და გარედან პლაკატი რა გვახლდა ის რომ თავისუფლება ანდრო ჭიჭინაძეს, პოლიტ პატიმარი, ანდრო გვიყვარხარ და რაღაცა ეგეთები და ამასო აჯმეინეთო აქედან რა, შოუსო გადავიღებთო და მერეო ჩამოკიდეთო რაც გინდათო და ესენი დაფიქრდნენ, რომ ჩვენო რა უქნათო, ეხა ძალითო ვერ შევეწინააღმდეგებითო, იმიტომ რომ კონტრაქტი დადესო რეალურად თეატრთან უნდა. რა უქნათო და მოდიო სამსახურიდან წავიდეთო. და ანუ ადამიანებმა საკუთარი სამსახური დატოვეს, რითიც პურს ჭამდნენ, რითიც წყალს სვამდნენ, საკუთარი სამსახურებიდან წამოვიდნენ პროტესტის ნიშნად. თუ იცინით, თქვენ ხართ კოცები. ანუ მე რო რამე მეწყინოს ახლა ვინმესგან და პროტესტის ნიშნად რომ ვთქვა, რომ იცოდე, მე ახლა ჩემ გადაცემას გავაუქმებ. თუ შენ კიდე მაწყინებ, მე იცოდე ჩემ გადაცემას მთლიანად დავხურავ და გავქრები მთლიანად ინტერნეტიდან. ლოგიკური კითხვა იბადება, ანუ არ მკითხავს ის ადამიანი, რომ მე რას მიშავებ მაგითი, ხო? მაგრამ არ ვიცი, მეგობრებო, ხელოვანი ხალხი ხო იცით, ცოტა გიჟები არიან. ვან გოგმა ყური მოიჭრა. ტასო ჭანტურიამ და ლუკა ჯაფარიძემ სამსახურები დატოვეს. ვან გოგი ტასო ჯაფარიძე. ხვდებით პარალელებს? ვერც მე. ნუ მაგრამ იგივე შედეგს გამოიღებს, მეგობრებო, მოდით ვიწინასწარ მეტყველოთ რეალურად, ანუ იგივე შედეგს გამოიღებს, რაც მაგალითად აი გედევან ფოფხაძე რო შემშილობდა, ხო გახსოვთ? 1 თვის წინ თუ 2 თვის წინ რო იშიმშილა კაცმა, რო მეც გაჩვენოთ ესეც. ტერორის ფონზე იმ ანუ ადამიანმა რო დაიწყო შემშილობა, რაც ხელისუფლებისაგან ხორციელდება, ფაქტობრივად ყველა მიგვეღო და დაიწყო შემშილობა. მოკლედ გედევან ფოფხაძემ, მოდი ჩავწეროთ ხა შემშილობის შეწყვეტა. გედევან ფოფხაძემ და პარლამენტთან მოშემშილე კიდევ რამდენიმე პირმა შემშილობა შეწყვიტეს. აჰა. ანუ ამას ქონდა უდიდესი ძვრები. ირაკლი კობახიძეს სხვათა შორის წნევა მაუწია, ანუ ეს ხუმრობა არ გეგონოთ.
კლოუნადაა რეალურად. რო გეუბნებით, რომ კლოუნადაა თქო და ხალხი გეკაიფებათ და თვითონაც კაიფობენ თქო, არ გჯერათ მაგ ყველაფერს. ადამიანებმა საკუთარი სამსახური დატოვეს იმის გამო, რომ მთავრობა გადადგესო. დებილები არიან თქო, რო გეუბნებით, ბიჭო, მე არ გჯერათ მართლა. გედევან ფოფხაძემ რო იშიმშილა რა გააკეთა? სააკაშვილმა რო იშიმშილა რა გააკეთა? და სააკაშვილზე კაი ვიღაცები მაინც წერდნენ პოსტებს და ესენი ვინ არიან ძმობას გაფიცებ. ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი მსახიობებმა ტასო ჭანტურიამ, მანუ თავაძემ, ლუკა ჯაფარიძემ და იკა ჯაფარიძემ დატოვეს. ერთი ლაიქი აქვს, სულ შეხედე, მარიამ ჭანტურია. იმისი და არის. ვისია? ტასო ჭანტურიას და არის ალბათ. მარიამ ჭანტურია და ამან დაუგულა. და ამის გამო ხალხმა სამსახურები დატოვა. კრეტინები არიან თქო, რო გეუბნებით. უნდა დამიჯეროთ. დებილები სუფთა. რის გამო დატოვეს? იცი, ვის მიბაძეს? იცით, მოდით გაჩვენოთ ვის მიბაძეს. ვის მიბაძეს? ჩვენ ულამაზეს ქალბატონს ნანკა კალატოზიშვილს და ჩვენ უსიმპათიურეს ბიჭს ვისა გივიკო ბარათაშვილს. და ეს დებილები ვერ ხვდებიან, რომ ნანკა კალატოზიშვილი თავის სილამაზით ყოველთვის იქნება რაღაც სამსახურში. იმიტომ რომ ვიღაც კომპანიები მაინც დაასპონსორებენ. გივიკო ბარათაშვილსაც ვიღაც კომპანიები მაინც დაასპონსორებენ და მოიცა ისინი ვინ არიან? ერთწამი. ხო და იმათ და ტასო ჭანტურიას, მანუ თავაძეს, ლუკა ჯაფარიძეს და იკა ჯაფარიძეს არავინ დაასპონსორებს, დარჩებიან უსამსახუროდ. ამას ვერ ხვდებიან. ანუ უყურებენ, რომ ნანკა კალატოზიშვილმა პროტესტი გამოაცხადა. მოდი მეც გამოვაცხადებ. შვილო, ნანკა კალატოზიშვილს ხვალვე დაპატიჟებს, ვიღაც კოკა-კოლა და რეკლამაში გადაიღებს და ერთი 10 და 20,000 ლარს მისცემს ერთ წუთიან საქმეში. შენ ვინას მოგცემს? ჩემო საყვარელო ლუკა ჯაფარიძე და იკა ჯაფარიძე? დარჩებით ეგეთ კრეტინებად. სამუდამოდ დარჩებით ყოველთვის ხვის მიმბაძველებად, რომ არიცით, ვერ წარმოგიდგენიათ, რომ ამ ცხოვრებას საკუთარი დონეები გააჩნია. ნანკა კალატოზიშვილი დგას თქვენზე, აქ. თქვენ ხართ, ბიჭო, აქ სადღაც, თფუ, აქ დგახართ. და იგივე საკეთებთ, რასაც ნანკა. და გჯერათ, რომ ის მიშველის ნანკა ხო, ნანკამ გადაგიხადოთ, ძმებო, ეხა ფული. ნანკამ გადაგიხადოთ და იმან ნანუკა ჟორჟოლიანმა გადაგიხადოთ ფული. წადით ძმაო, წადით. ხო, მიდით. ებრძოლეთ კობახიძეს, საკუთარი სამსახურის მიტოვებით შეებრძოლეთ მთავრობას. გენიალური იდეა, როგორი გათვლა, იცი რომ ამათი მშობლებთან ლაპარაკი წარმოვიდგინოთ რა, რომ მიდის, არ ვიცი მე. მანუ თავაძე მიდის სახლში და ეუბნება, რომ დედა, მამა ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღე რა. ხო იცით, რომ მთელი ცხოვრება მსახიობობა მინდოდა, მივაღწიე, მსახიობი ვიყავი, მაგრამ ეხლა მოვდივარ თეატრიდან. რატომ შვილო, რამე არ მოგწონს, რაღაცა კონფლიქტი გაქვს იქ თუ რა ხდება? არა, ირაკლი კობახიძე უნდა გადავაყენო. თუ ჯამრთელი მამა ყავს, რამდროს მანუ, ესე იგი სამსახურიდან მოდიხარ, რომ ირაკლი კობახიძე გადადგეს. კაი, კავშირი ამიხსენი, აბა, მამა, გენაცვალოს მამა. ხო იცი რომ მე მაინც ყველაფერში მხარს დაგიჭერან, მე მაინც გამაჩნია ფინანსები, რომ კი ბატონო, მე დაგეხმარო თუ სამსახური არ გექნება, მაგრამ უბრალოდ კავშირი ამიხსენია, შენ რომ მოდიხარ სამსახურიდან და კაპიკი შემოსავალი რო აღარ გექნება, ეს ირაკლი კობახიძეს როგორ გადააყენებს, მანუ. ამ დროს ფიქრდება, თუ მაინც უგრძელებს, მანუ, ტასო ჭანტურია, მაინც უგრძელებს მამის საუბარს, რომ მამა შენ ვერ ხვდები, ქოცი ხარ მამა, თუ რა არის? გეუბნები, რომ თეატრიდან წამოვედი, რომ ირაკლი კობახიძე გადადგეს, რა ვერ გაიგე? ჰო, გიჟო, დაწყნარდი, წადი სახლიდან. კაი, გადავიდეთ შემდეგ თემაზე. იმან გიგა დათიაშვილმაც დატოვა?
არა, ამას არ დაუტოვებია. მოიცა, აი, გიგა დათიაშვილი აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაციით ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი მსახიობმა დავით ბეშიტაიშვილმაც დატოვა. დავით ბეშიტაიშვილმაც დატოვა თეატრი! ალო, ბატონო ირაკლი! დავით ბეშიტაიშვილმაც დატოვა! აბა თქვენ რო იძახდით, რომ ყველაფერი კარგადაა და დავით ბეშიტაიშვილი არ დატოვებსო და ქოცები დავრჩებითო. всё, ეხა ხო, უნდა გადადგე, აბა რა უნდა, აბა რო იძახდი, რომ არაო, მარტო ტასო და მარტო ნანკა დატოვებს. აი, დავით ბეშიტაიშვილმაც დატოვა. всё, ხო, გადადგები, ხო? კაი, მიდი. კაი, მიდი იკაჯან, დავай. აჰა, ეხა ირაკლი კობახიძეს ვესაუბრე და რო გაიგო, რომ დავით ბეშიტაიშვილმაც დატოვაო, ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრიო, გადავდგებიო, მოკლედ. კარგით, გადავიდეთ შემდეგ სიახლეზე. ეს ვინ ყავს? ეს მე ვარ, ოღონდ ერთი 100 მილიონი რო დამიმატო და ემაჭამო ღორივით იმენა. კომპანია კულასა და ბატონის ხელმძღვანელს ბიზნესმენ ვანო გოგლიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ადვოკატი მისი გათავისუფლების სანაცვლოდ 500,000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობას აყენებდა, თუმცა მოსამართლემ ეს მოთხოვნა არ გაიზიარა. მოდი ჯერ გავერკვეთ რა ხდება. ივანე გოგლიძეს შესასაზღვრო პოლიციისა და თავდაცვის სამინისტროსთვის ფალსიფიცირებული თევზის კონსერვების მიწოდებას ედავებიან. გოგლიძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 20 თებერვალს დააკავა. გოგლიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის რაღაცა, რაც საკვები პროდუქციის ფალსიფიკაციას გულისხმობს, რასაც შეეძლო საფრთხე შეექმნა ადამიანის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახით და ზომად 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მოკლედ, ეხა გავიაროთ ადამიანური სიტყვებით, ანუ ეს ყლე იყო კომპანია კულას და ბატონის დირექტორი, რომელიც ამარაგებდა სასაზღვრო პოლიციას და თავდაცვის სამინისტროს, ანუ ჯარისკაცებს და მათ აწვდიდა ფალსიფიცირებულ კონსერვებს. ანუ ადამიანები, რომლებმაც ჩვენი ქვეყანა უნდა დაიცვან, აი, ხვალ რომ მტერი შემოგვესიოს და ადამიანები, რომლებიც უნდა წავიდნენ საომრად და რომლებიც მზად უნდა იყვნენ, რომ სამშობლოსთვის თავი გაწირონ, აი ეს ღორი იმათ აჭმევდა ნაგავს რეალურად და ამით მდიდრდებოდა. იმდენად მდიდრდებოდა, რომ 500,000 ლარი ქეშად უდევს ძმას და ადვოკატი მისი გათავისუფლების სანაცვლოდ 500,000 ლარიან გირაოს შუამდგომლობას აყენებდა. კაი, ხო წამლავდი ჯარისკაცებს, რა მოხდა ხა? 500,000 გინდათ, ბატონო მოსამართლე, 500,000 მაგ ძმაო. ხო 2 დღე თუ დამაცდი, ვის ესხებ 1,5 მილიონს მოგიტან. ყველაზე მეტად აქ რა არის საწყენი? ყველაზე მეტად ის კი არ არის საწყენი, რომ ადამიანები ღორები არიან და ღორებად ზოგი ადამიანი იბადება. ყველაზე მეტად საწყენი არის ამ ადამიანის სასჯელი. და ამაზე მართლა ვუტრაკებ და აი ამაზე უნდა გამოვიდეთ მართლა რუსთაველზე და გაუტრაკოთ ქოცებს, რომ ადამიანს ემუქრება 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ანუ კაცმა, ჯარისკაცებს ხო აჭამა ძღრენის აჭმელი. ხო, ვადაგასული რაღაცა ისეთი, რომ უვარგისია ადამიანისთვის საჭმელად. ჯარისკაცებს, ადამიანები, რომლებიც ჩვენი სამშობლოს გამო, ჩემ გამო, ჩემი შვილების გამო, დედაჩემის გამო, თქვენ გამო წავლენ ომში და თავს შესწირავენ. მაგათ აჭმევდა ეს ღორი უვარგის საჭმელს და 5 წლით ჩაჯდება ციხეში და გამოვა მერე. 5 წლის მერე ხო შეირგებს მთელ დაგროვილ მაყუთს, რაც წაიღო ბიუჯეტიდან, იმიტომ რომ ბიუჯეტი უხდის, არა თავდაცვის სამინისტროს საკვების შესაძენად. აი რატო უნდა იყოს ეს ღორი 5 წელში გარეთ? ეგ ამიხსენით,
ბატონო ირაკლი, ამაზე გააქვთ რამე პასუხი? 5 წელი რა ჯანდაბაა? აი 30-40 წელი რატომ არ ვსვამთ? თელ თავის ოჯახს რატო არ ვიჭერთ? ვიცი რომ ეხა კომენტარებში ისევ იგივე ბაზრები წავრო. მიშა, ციხისთვის ყველა ცოდვა. მესმის მეგობრებო რომ ჩემ კომენტარებში ნახევარი ხალხი ნაჯდომი ხართ ციხეში და ყველა მიწერთ რაღაც ციხის აფორიზმებს, რომ მიშა ციხისთვის ყველა ცოდვა და რაღაცა დღევანდელი ჩიფირი გერჩივნოს 3 დღის შემდეგანდელ ჩაის და ცუდი ბადრაგი გერჩივნოს კარგ საკამერნიკს და რაღაცა ეგეთებს მიწერთ კომენტარებში, მაგრამ აქ ვსაუბრობთ მეგობრებო ქვეყნის დაცვაზე. პატივს ვცემ თქვენ ქურდულ გაგებას, რომელთაც ყველა ადამიანი ცოდვა ციხისთვის, მაგრამ აი ამ კაცის 40-50 წლით გაშვება მინდა ციხეში. ადამიანი გვიხოცავდა ჯარისკაცებს. მოკლედ, ყველას წარმატებას გისურვებთ ცხოვრებაში. წავედი მე ხა ბიზნესი მოვხოდო. ჯარისკაცებს უნდა ვაჭამო ტალახში გარეული თევზი და მე 5 წელი წავალა. დიდი მადლობა ჩემ გამომწერებს და დიდი მადლობა ყველას, ვინც ალაიქებთ, ვინც აკომენტარებთ, ვინც იწერთ არხს. თქვენ არსებობს ეს არხი და თქვენთვის არსებობს ეს არხი. ამ ღორებს კიდე ყოველთვის შევებრძოლებით. 5 წელში გამოვა მომკლავს, რას ვიზამთ, ეგაა ცხოვრება. იმედია 1-40 წლით გავუშვებენ ციხეში. კოცნით მიყვარხართ. ყველა ვისაც საქართველო გიყვართ.